აქტიური ნაშა ანახე რა, სულ თვითონ გწერს. ჯერ ერთი ნაშა არ არის და მეორე ხანდახან მეც წერ ხოლმე. ისევ მართლა ბიჭი არ მინახავს და მე მგონი მომწონს. მე მგონი შენზე შტერი ვარ, სოფია. ძალიან მაგარი, როგორ გაყიდი ამ ხელა მანქანა და როგორ უანგაროთ, როგორ მიეცი შენ მეზობელს დასახმარებლად, აი გულიგიტაბა და შენ საიდან იცი? ვერავისრულე ჩემი ოცნება პარიზი რა, ვერამისრულე. დაბა ჩემი ოცნება ჯანმრთელი ბავშვებიო. ამასაც არ მოველოდი თქვენგან ჯანდაბას თქვენი თავი თქვენი ზედი უმადურები და დაუნახავენ. აი მე ძველი ნონო დაგვიბრუნდა. მაგმა იმუნობას გირჩევნია საბუთები მოაწესრიგო. ყირგიზეთში რომ მიფრინდავთ. კარგი რა შე, რა შეურაცხყოფას მაკენებ. საბუთები მე დიდი ხანია მოვაწესრიგე უკვე. სხვათა შორის ჩემი ბავშვობის ოცნება იყო ყირგიზეთში წასვლა და მზად ვარ უკვე ყველაფრისთვის. ბატა ალაგებ ესე იგი უკვე ხო? ალაგებ ხო ვაშ. ესე ადრეადე კი? ადრე რა ეხლა ხო გითხარი რა სპინას კი ავკნით კი. ხო. ხო და თან რაღაცები ქონდა ჩასალაგებელი და ესე ავდექი და თან მივეჩვი უკვე ყირგიზეთში ხო ყოველდღე 7 საათზე დგებოდი ხოლმე და 7 ბოჭე რატო ასე ადრე 7 საათზე იწყებდით ხოლმე მუშაობას? არა უბრალოდ ეს ცხვრები ბღაოდნენ და დილის 7 საათზე იწყებდნენ ცხვრები ბღავილს? არა ეგენი სულ ბღაოდნენ უბრალოდ მე დგებოდი დილის 7 საათზე ხო. შენგან ლოგიკურია. ხო, ეგ კი არა ეხლა შენ იცი რა მითხარი? წუხელ მთელი ღამე შუბლზე, წარბებზე, წამწამ ქუთუთოებზე, ლოყებზე რატო მეფერებოდი რა სიზმარს ნახულობდი ეს წამწამში? არანაირი სიზმარი ლაშა არაფერი არ მინახავს, უბრალოდ ხო გადავდივარ ეხლა აქედან და მე რა ვიცი აბა როდის გნახავ კიდე როდის ნახავ მეთქი და ბარემ ყველაფერი ერთად მეთქი ხო ხდება ეს და ხო. ნორმალური არ ახარ. მოიც არა ნორმალური არა ისე. ლაშა ისე აბა ეხლა მაგაზე კი არ ფიქრობ შენ ხო ყოველ ღამე ძილისინ ვინ გაკოცებს შუბლზე? მე რო აქედან გადავა. მოიცა შუბლზე მკოცნიდი ხოლმე? აბა ყოველ ღამე ლაშა აბა შენ რა გონი ისე ტყილად რატო გეძინა? შენ არ ახარ კაცო ნორმალური არ ახარ შენ. არა მე და შენ ძალიან დიდი ხნის მეგობრები ვართ პატა და კიდევ კარგი რომ ეს ყველა მიცის. რა ეხლა წარმოიდგინე ვიღაცა უცხორო გვისმენდეს ჩვენ. სულ სხვა ორიენტაციის ადამიანების საუბარს გავჩვენე საუბარი. კარგი ლაშა ეხლა შენ მართლა ვერ ახარ ნორმალური ეხლა რა. ხო შენ ხო ხარ რა. ლაშა იცი რას გეტყვი მე რო არ ვარ ნორმალური ხო ეგ არც მაწუხებს და შენ რო ცდილობ რომ დამალო და თან მაინც რო არ ხარ ნორმალური. ამანები ერთი თავი და დამანები რა. მოიცა და შენ რომ მეუბნებოდი რაღაცაო ეს ამ ბინის პატრონსო უნდა დავაკლებინო ფასიო მეძვირებაო რაკენ დააკლებინე არა ლაშა არაფერი არ დაუკლია მაგრამ ეხლა რომ მივადგები ჩანთებით ეხლა სახში ხო უკან ხო არ გამომაგდებს არა მოიცა რატო არ გამოგაგდებს უკან ვითომ რა უფლება არ აქვს თუ რა არა უფლება აქვს როგორ არ აქვს ეხლა ესეც აქვს და კანონიერი უფლებაც აქვს მაგრამ ადამიანობა საწაიღი ადამიანობა არა ხარ მეთქი ნორმალური რო ვიძახი აბა ნორმალური აი მე არა ვარ ნორმალური დაუშვოთ მაგრამ შენ იცი ვინა ხარ აბა სუქანი არა ნორმალური ხარ შენ ო რაკჭის ბიჭო დიეტა როგორ დაარღვი ერთი დღე როგორ ვერ გაირო როგორ დაარღვი როგორ რაკჭი გითხარი ათაჯა შენს გითხარი და ყველას ვუთხარი ნუნუს ოპერაცია ესე წარმატები და კარგად რო დამთავრდა ხო სიხარულისგან ახტაცებულმა და შეჭამე ყველა მეთქი ხელში აბა კარგი გეხვეწები ხა შენი ჭირვე არ მათქმევინო რეები ჭამე და რამდენი ჭამე კიდე გეტყოდი მაგრამ ბანალური ხუმრობაა და თან კიდე ხალხია მოსული და მაღაზე გამახსენდა ხო იცი ის რაღაც გამოთქმა რო არის ხო იცი ერთი
ქართველები ჩვენ ქართველები ვართ რაც ავართო ხო იცი ეგ გამოთქმა ხო რაღაცა ის დებილური გამოთქმა მე მგონი არა რა არის ეხლა აი ჩვენ ქართველები ვართ რაც ავართ ხო გასაგებია მაგრამ რაზე ვჩერდებით ხო რაზე ვჩერდებით ხო ცოტა უფრო მეტი მოვიდომოთ უბრალოდ წინ წავიდეთ არა მესხმის ის მაგრამ რა გჭირთ ხალხო რაზე ვჩერდებით რა არ არის ეს ნორმალური არა სულ აზრი არ არის მეკ ნორმალური მე ვთქვი და ეხლა არჩე თვითონ იციანას კარგი ლაშე ერთი გამანებე თავი რა მაგ გაჩერებაზე გამახსენდა ეხლა მომისმინე ერთი წუთი მე ხო გინდა გახდომა ხო და მე გეტყვი რაც უნდა ქნა ადექი და რა ქენი იცი 8 მერე აღარ ჭამო 8 საათი რა ამბავია ბადა საათი რა შუაშია ლაშა 8 კილოზე გაჩერდი მერე აღარ ჭამო ისე მართალი ხარ ბადა რა ნორმალური წონის და ცოლების შენარჩუნება არ შემიძლია არა ლაშა სერიოზულად გეუბნები ადექი და ის ბიზნეს დიეტა რო ხო იცი ბიზნეს დიეტა იქ დაიცავი და გახტები ახლა კარგი დიეტაა ხო მოიცადე იმასაც აქ დიეტა იმას კაცო ის რა შუაშია ბიზნა მიქაუტაძეზე გეუბნები ჩვენი მეზობელი ის რა შუაშია ის ანუ ის არა ის ის პირველზე გასავს მიქაუტაძე ჩადი მე კითხე და გეტყვი წამოდი ადექი მომეხმარე რაღაცები ჩასალაგებელი დამრჩა კიდე იქ არა ბადა მომისმინე ხა ჩასალაგებელი კი და მოგეხმარები მაგრამ აი ხა წეღან რო ალაგებდი რაღაცა შევნიშნე და რაღაცა ჩვენი ნივთებიც მიგახდა რა ვარიანტი არაფერი ლაშა არ ინერვიულობ ხა დროებით ცოტა ხნით წავიხებ ხო ხტები მაინც ხა და მე დაგიბრუნებთ ხა იქ რო გადავალა ახლა სახში მეზობლები რო დამინახავენ და რაღაცა რო თქვან რო ესე ბევრი რაღაც რო მივალ რო არა მდიდარი კაცი გადმოსულა ჩვენთან ქირითო ხო ხტები ხო აი ეს ხო არა ნორმალურიც კი აღარა ხარ შენ რა არანაირი რა ნორმალური რა გიხვეწები ლენე მიდი გააღიკარი რა არა ნორმალურს რა ჩავალაგებინო ეს ბარკი გამარჯობა როგორ ხართ ქალბატონო ნუნუ გამარჯობა ელენე რამდენ ხანს მალოდინეთ კათან გაგიხმეს თავები ყველას ესე იგი კარგად აი რა კარგი რაღაც მოგიტანე ნახე რა კარგია ძალიან დიდი მადლობა უი დიდი მადლობა კი არა რაც ეგ შანდალი სახში შევიტანე მის მერე ვერ გავიხარე რა აღარ მინდა მომაშორე კონდეს შენ გია არა მეგრეა გია არა მაგრამ უბრალოდ გია ხტები აი ეს აი გია ეს ხო ძველი საქმე რატო ერთოლებს საქმეს გია აი ეს დაემახსოვრე და აი ესე მომართე ხოლმე და ძალიან თქო ის აღარ გამომოდი კარგი გია გეხურე ჩაკაფული მოგწონს გადასარევია აი როგორ გითხრა ახლა აი ვიცი რომ გაცოთილი სიტყვა ვიცი რომ არავინ აღარ ხმარობს და თუ ვინმე ხაროს მე დავცინი მაგრამ აი დაგლიჯა რა მაგრამ თანამედროვე ვარიანტიც არსებობს არც ეს მოგწონს მაგამაც მაგრამ აი გაასწორე გეკენამ კიდე პირი არ დააკარა აი რა მამა სანამ მკითხავდე თუ რანაირი ქართველი ვარ იცი რა მაინტერესებს რამდენი ხანია რაც მაგ კითხვას უსვამ ყველა ადამიანს ყველა ჩვეულებრივი საქციელის შემდეგ მე გეტყვი მაგას თავიდან რანაირი ქართველი ხარ კი არის ხო თავიდან იყო ვაიშანს მამულიშვილობას მერე იყო სად არის შენი პატრიოტიზმი და მერე იყო რანაირი ქართველი მაგა ის ატომ გამორჩა რა ქვია თუ საით მე ექნება საკუთარ თუ როგორ უნდა გავწყვეტე სიბერია ხო ჯერ ეს იყო და მერე იყო რანაირი ქართველი ხა ეხლა ნახოთ შემდეგი რა იქნება ო საინტერესო მამა შეხედე რა ესე თქვენი მასხათ ასაგდების გავხდი ხო რა კაი მომისმინე დღეს ხო იცი პაატასთან მივდივართ ახალ ბინაში ვართ დაპატიჟებული ისე და ამერიკა უკვე დამკითხა მარინა თუ მოდისო რატო გითხა მარინა თუ წამოვა მაშინ მე საჭიროებს აღარ ვიყიდე და მარტო კურს ავიტანო რა თუნდა და პური ვიყიდე უკვე და ყველაფერი ჩალაგებული მაქვს მამა გზის ფულს მომცე არა აბა რის ფულს მომცე არაფრის კარგი მაშინ არაფრის ფული მინდა 100 ლარი კარგი მაშინ გზის ფული იყოს და 2 ლარს მოგცე 100 ლარი რა თქინდა სად მითიხარ დედა რა ის რაღაც საქმეები მაქვს და მაიცა ეხლა 10 ლარს როცა მართმევ ხოლმე მაშინ უნივერსიტეტში მიდიხარ 20 ლარს მართმევ პოროხასთან როცა 30 ლარს მართმევ მაშინ უნივერსიტეტშიც და პოროხასთანაც მაგრამ ეხლა სად მიდიხარ ხა აი თუ გინდა დედიკო რა გავა მე მითხარი დედს
ვილაპარაკო გია. აი შეხედე ისევ ძველი კეტები ჩაიცვა, ის გაგეკილი ჯინსი, ეს დაღეჭილი მაიკა და ეს თემებიც რაღაცნაირად აუწეწია რა. მე მგონი ვიღაცა გოგოს ებრანჭა. მართალი ხარ მარინა. ხო, აბა ეხლა გოგოს შარვალ კოსტუმით და ჯიბეში თეთრი წყვილის სახოცით შევხვდებოდი როგორ. აი წამოგცდა. ესე იგი გოგოსთან მიდიხარ, ხო? ხო, თავი დამანებეთ რა. კი. ბეკაგენა ცოდოს მანამი, მინუტაძები არ შეაფრთხილო. მეკუნა, როგორი გოგოა დედა? არ ვიცი დედა, პირველად ხვდებით ეს. როგორ დედმამა ვინ არიან არიცი? დედა, ეგ როგორ არ ვიცი, აბა ისე ხო არ შევხვდებოდი გოგოს. შენ ეს ახალგაზრდები რა, არაფერი არ აინტერესებს. აბა, აი, რანაირი ქართული ხარ? კარგი შენ კიდე კარგი. არა, მართლა ახალი რაღაც მანდა მოვიფიქრე როგორ ჩანს მე. კარგი, წავედი მე. მოიცა სად მიდიხარ, ლუკმა არ ჩაგიდებს, არ შეიძლება, ბეხუნა უჭმელი გასვლა. ხო იცი, შიერზე კუჭი გიბუხბუყებს ხოლმე და სიცრელიან გოგოს. კარგი რა დედა. მომისმინე ბატასთან შენ ხარ დაპატიჟებული და ამოიყვანე ის გოგო რა. წაღამოც. გიანე და რა სიზამს? რა სიზამს და დაბრუნდება უიფული დამჭაო. უიფული დამჭა. რატომ მოვედი ახლა? 92-ში გახსოვ შეგან გასქორა რო წავიღე და ახახანს რო დაგიბრუნე. კი. ხო, უნდა წავიღო ისე. სტურუების ლოგინს ვაგზავნი სოფელში და მარტო ხო არ გაუშვებ და მაგასაც მივაყოლებ. ხო. გამარჯობა ნუნუბიცოლა როგორ? გამარჯობა. ნუნუბიცოლა ის მაინც არ მოგესალმები, ცოტა დისტანციას დავიჭე რა ეს. მეშინია იმ დღევანდელის მერე კიდე ცოტა შეშინებული ვარ და. მე კიდე მინდა მოგესალმოთ და დიდი მადლობა მოგიხადოთ ყველას იმისთვის რაც ჩემთვის გააკეთეთ. ძალიან დიდი მადლობა. თქვენ მარტო მე კი არა, ძველი ნუნუ გადაარჩინეთ და დააბრუნეთ ჩემო მეგობრებო. რას მომფტერები ხართ, გაგიხმეთ თავის სამივეს. გამზადეთ ისეთი გასქორა და საღამოს მოვალ და წავიღებ. კი ბატონო. მე ჯანდაბა შენ მოზრეს ხელი იმას და ვეღარ იპოვოს ვინც ეს ტახტი აქ დადგა. პატა ლაგდები უკვე გადადიხარ? გადავდივარ ელენე ხო, ბარემ მირჩენია ხა რაც უფრო დიდხანს გავჩერდები უფრო მე გამიჭირდება წასვლა და ბარემ ავდგები და ეხლა წავალ. მაგრამ თქვენ არ ინერვიულოთ, მაღაზიაში აქ ჩვენ მაღაზიაში პურზე რომ მოვალ ხოლმე, აუცილებლად შემოგივლი და გნახავთ ყველას კი. მოიძე, ჩვენ მაღაზიაში პურზე რატო უნდა მოხვიდე? იქ არ იქნება მაღაზია? არა, ვაშა რა არის იქ სხვა მაღაზიებში თქვენ სახელზე არ ცესხულობენ და გასაგებია. პატა და რას მეუბნებოდი, სად არის ის ბინა? საერთოდ ნახე, კარგია. კი, ძალიან კარგი ბინა, საბურთალოზე არის, სამოთახიანი ბინა, გარემონტებული ისეთი სუფთა 300 ლარად. ხო, მაგრამ რა არის, რაღაც თავისი უცნაურობები აქვს, მაგრამ ის რომ მოხვათ, ხო, რომ მოხვათ მე ადგილზე გეტყვით, ახლა მაინც ვერ მიხვდებით, ხო? რაღაც ძალიან სასაცილო ბინა, იცი? რაღაც ხან 40 კვადრატულია, ხან 50 რა. პატა, იქ როგორ და აიუნის კარის სახელურია გაფუჭებული და ხან ვაღებ ხან ვერა. ძალიან. ისე პატა, სიმართლე თუ გაინტერესებს, უნდა გითხრა რომ მართლა ძალიან მომენატრები. მართლა ლაშა. კი, ძალიან მომენატრები. აბა წარმოიდგინე, ახლა ერთად რო აღარ გავიღვიძებ. რამდენ რაღაცებს ვაკეთებდით ხოლმე, ხო? ხან უცელზე მეფერებოდი მე. ამ უჭიბო უცელზე რო გადებინებდი ხეს, რო გარბოდი ხოლმე და დარბოდი ხო? მარტო მე კი არა, ნიკასაც მოენატრები, აგერ ელენესაც, მეც. რამდენი კარგი რამე გვახსოვს რა? რამდენი კარგი რამე გვახსოვს შენ, ჩემ, რა ვიცი რა ვიცი. ძალიან მომენატრები, ძალიან სასაცილოა! ფოტოთორე ხალხი, სასაცილოა. ძალიან სასაცილოა. ძირია კარგახანია. ხო, კარგი ხა, ხო, კარგი ხო. მეც რა არის, ისმენ. მეც მოგიხდი, მადლობა, ხო შეიძლება? მადლობა, სერიოზულად გეუბნები, მადლობა მინდა მოგიხადოთ ყველაფრისთვის. ყველაფრისთვის მადლობა გიხდით ჩემო მეგობრებო. იმ ზურგს უკან ლაპარაკისთვის, იმ დამცირებებისთვის, იმ ნახევრად გაუთავებული პერანგებისთვის, იმ უგემური საჭმლისთვის და რამდენი გიხდით. პატა, კარგი რა მოგივიდა კაცო რა. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. რა მოგივიდა რა, გეხუბრეთ. პატა, მეც ძალიან მომენატრები, ძალიან აქ რომ არ იქნები ძალიან დამაკლდები, მაგრამ მე
გამახსენდება ნერვებს როგორ მიშლიდი და გადამივლის. მეც გაგეხუმრე. გამეხუმრე ხო? და იმ ხელა სიცარიელე დარჩება ამ სახლში შენ რომ წახვა. კარგი ელენე, რა იყო ეხლა? ესე ნუ მოიწყე, თუ გინდა დავრჩები რა. არა, სიცარიელი ჯობია პატა. კარგი ხო, კარგი და მან. ჩუტი არა. წავედი მე რა. აი, კარგად იყავით. აბა, შენიცი პატა, შენიცი და დროებით. ხო, თუ რამეა დამირეკე, ხო იცი? კარგი რეკა ხო, კარგი დროებით. აბა, კარგად. დაგჭარა მე პატა. ჩემი ტელეფონი უნდა წავიღოს, ვიდეოს გიღებდით რა და. თქვენი რეაქცია მაინტერესებდა რომ წავიდოდი და ხო აი გადავიღე მე რა ხარ ვინც არ გიცნობს პატა ფერად. ხო კარგი წავედი ახლა და მოკლედ საღამოს სუფრას ხო ვაკეთებ ამ იმასთან დაკავშირებით და ხო და უთხარით თქვენს გელოდები და დანარჩენებსაც უთხარით გიასას მაგრამ კარგი ბიჭო რა მოგივიდა გრალამაზად მიდის კაცო. მართლა მომენატრება ეს ჩურჩუტი ესა. ელენე. ძალიან მომენატრება. პატა, როგორ მომენათ შერაგეთ. კარგი, დაწმარდი, დამშვიდი, ესე ნუ ნერვიულობ. ხო იცი, სულ ჩვენთან იქნება ხოლმე, ან შენ იქნები პატასთან სახლში. აიცი. კუჭმაჯი ესა? გადამიანა ხა. უხრა, ესე წავაგერა, გამიხმე თვალები, რა ყველაფერს შევაგებ. აბა როგორ დაგცინო სიდაბლეზე, ვერ გავიგე რა გავაკეთე. დაწნარდი. დაუწყნარდი ხო? ხო, გავიგე ახალ ბინაში გადახვედი. შენ საიდან გაიგე? საიდან და ლაშამ დამირეკა დღეს დილით გახარებულმა და მითხრა ჩვენიდან გადავიდაო. მე მისმა დამირეკა, მე პატარა ბავშვმა მე მგონი ლაშას ძიშვილი იყო, მე ცოლქმარმა ლაშას მეზობლები ვართო, მე მათმა შვილმა დარეკა კიდე გადავიდა ლაშაო, მე კიდე სხვა მეზობელმა დარეკა. კარგი, გადავდივარ. რაღაცა ბინა ვიქირავე, კარგი ბინა, სხვათა შორის 60-ოთახიანი გარემონტებული საბურთალოზე 300 ლარად. აბა? ასე იაფად რატომ მოგაქირავა? არ მომაქირავა ასე იაფად, უბრალოდ თვის ბოლო რომ მოვა მე გაიგებს რომ 300 ლარად მომაქირავა ხო? კარგია, ეხლა სამსახურთან ახალს იქნები და გასამართლებელი საბაბი აღარ იქნება დააგვიანო. როგორ გეკადრება ბატონო კახა? როგორ რატო გონი? ხო ისა, ვერ გეტყვი რა ქვია, მარტო ცხოვრობ სახში და ვერ გავიღვიძე მეთქი და დამაგვიანდა მეთქი, ჰა? ან იმას გეტყვი ბოლო რომ საჭმეს სუმე ვაკეთებ და დრო არ რჩება მეთქი. ან იმას გეტყვი რომ ლიფტის ფული არ გადამიხდია და ლიფტში გავიჭერე და დამოგშენე და ფერადეს არ იცნობ კახა. არ არის. რაზად გილას ცხოვრობ ხო? ნათელი ბინა. კი, ნათელი ბინა. მაღალჭერიანია? რა გინდა კახა? ეგეთ რაღაცებს რატომ ეკითხები? მაღალჭერი რა კითხვა? მაღალჭერიანია რა გინდა? რატომ იწევ? რატო გინდა რომ პროვოკაციაზე წავიდე? რატო გინდა რომ პროვოკაციაზე წავიდე? დაწნარდი. კარგი. დაწნარდი. დავშვით. დღეს სხვათა შორის რაღაცა სუფრას ვაკეთებთ ახალ ბინაში გადასვლასთან დაკავშირებით და მეზობლებს პატიჟებ, მეგობრებს რაღაც და მოკლედ შენს ამოდი შეგიძლია შენს ამოხვიდე გეპატიჟები. მართლა? ხო, ეხა პარტი დიდი არაფერი პარტი არის, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში შენ ამოდი და შეგიძლია კიდე შენაირი შვიდი კაცი წამოიყვანო. პატა. დიახ ბატონო მინისტრო. დიახ ჭიკარტა ვარ. რა საბუთები კობასთან კარგით დროებით შევხვდებით. არა
ბატონო, როგორ გეკეთებათ? სხვა რაღაც თქვა მინდა. მოკლედ დღეს რომ ამოხვალ ჩემთან სახში სტუმრად ძალიან გთხოვ მინისტრ დამიპატიჟე რა გეხოცები, კარგი? მინისტრის დაპატიჟება რა თქინდა? რას ქვია, რა თქინდა, ბატონო კახა, მინისტრი რომ მოვიდეს ჩემთან სახში, წარმოიდგინე, მეზობლებში და მეგობრებში ხო ვიმარიაჟებ ხო სახში, მინისტრი მყავდა მეთქი სტუმრად, რას ქვია, რა თქინდა? რას დაპარაკო? დარაჯი დაპატიჟე ჩვენს მინისტრს, მაინც არავინ არის მომსახეზე და გეხოცები, მინისტრი დაპატიჟე ჩემთან გეხოცები რა. პატა რა უთხრა? პატა ბინაიქირავა და გეპატიჟებათ ხო? ეგრე როგორ შეიძლება ბატონო კახა რა ეგ რა უტაქტობაა ეგრე კი არ უნდა უთხრა ადექი და უთხარი რომ ესა პატა ფერაძე რაღაც ახალი ბინა გაჩითაო ხო და უთხარი რომ ჯიგრულად საღამოს ჩემთან გაიჩითეო რა დაპატიჟო და ეს მოსაწვევის გადაეცი კარგი პატა მინისტრი საერთოდ არ გისწობს და როგორ დავპატიჟო როგორ არ მისწობს იმ დღეს დერეფანში რო შევხდა არ მომესალმა მოწიწებით მოწიწებით კი არა გაკვირვებით და რამ გააკვირვა აბა რა და ცერათითი რო ქონდა ცხრიში შეყოფილი რა ვქნა ხა მაშინ სურდო მქონდა და რა მექნა იცი რა ხედი ბატონო ხა როგორ გაახსენე იცი პატა ფერაძე იცი რომელიაო ბუფეტიდან რა ქვია ატმის კომპოტის ქილიდან ნაყოფებს რო იპარასო ნაყოფებს ხო იცი ატმის აი ეგ არის პატა ფერაძე და ეს მოსაწვევი გეხოცები გადაეცი არა პატა ვერ ვეტყვი ბატონო ხა ძალიან ხო მინისტრი თუ გიყვარვარ მინისტრი დაპატიჟე ჩემთან რა მიყვარ ხარ არა თუ პატიჟე დაპატიჟე მინისტრი ჩემთან არა თუ მაფასებ ბატონო ხა და ეს რო ჩაცხო ეხლა ხომარჩება. ჭადები ამოვიღე, ყველი ამოვიღე, ფუნთუშები ამოვიღე. ძალიან კარგი. წავედიმე სამსახურში. გია წაგიღო მაინც რამე. მარინა. კაი. ვა, გია რა იცოდი რომ შემოდიოდი? მე ხო ინჟინერ ელექტრიკოსი ვარ ლაშა. ხო. გია აი შენი ფული მოგიტანე. ეს ცოტა ლაშა. ცოტა მოიჭედე. ნუ ბიცოლას ოპერაციისთვის ამდენი არ უნდა მომეცა? ეგ ფული მოიტანა, მე ვიფიქრე ჩვენთან რომ ჭამ იმის ფული მოიტანა. მაშინ ცოტა. ლაშა მარინა არ შემიძლია ამის ყურება რა ლაშა კი გამაფრთხილა სასტიკად ელენემ რომ არაფერი არ შესთავაზოო მაგრამ ისეთი თვალებით იყურები მოდი დაჭი მოდი მოსაკლავი ხარ მარინა რა აი მოსაკლავი რომ გითხო ელენეს ეს თვალები არ ჭრის დიდი მადლობა მარინა შეხედე რა საცოდეობა არ არის რომ ამან არ ჭამოს ესე იგი შენ დიეტა დაარღვია ხო? არა, რას ლაპარაკობია? ახალი დიეტა ესეთი, ჭამ რამდენსაც გინდა და რასაც გინდა და ეგუები რომ სუქანი ხარ. მაინც არ უნდა დაგერღვია დიეტა. კი, არ უნდა დაგერღვია. შენ რას დიეტა დაარღვია, გაერღვა ჩვენი ოჯახის ბიუჯეტიც. ეს ცოტა თავი შემოინახე. პატასთანაც მარინას მოგსაჭმელები. იცი, ღამე შემოვიდა და მკითხა. ამის ორ საათზე შენი ხავი შემოსული? კარგი, ახლა გავალ მე. როგორც ვთქვი, მართლა რაღაცა უხერხულია ასე ძალიან შეგაწუხეთ და გავალ მე ჩემთან გავალ და ამ რაღაცებს გავიტან და იქ შევჭი. როა შეგაწუხოთ, მართლა რა ის არის, ხო? გამიღებთ. მარინა ესენი რო გათავდება შემოვივლი მე კიდე ხო დაჭირს ამბის რა არის ახლა მე არ ვიცი რა გია რაღაც მინდა გითხრა იცი ლაშამ რომ მოიტანა ახლა ფული ხوار დავამატოთ ცოტა და პარიზში ხوار წავიდეთ რა ვიცი მე კარგი იქნებოდა მე ვიფიქრე სალომეს სწავლისთვის ხوار გადაგვედოთ ხო იცი რა სალომეს სწავლის ფულს რაღაცას მოვახერხებთ და აი წარმოიდგინე ახლა პარიზი, რომანტიკა, არაჩვეულებრივი ხედები, ფანტასტიკური სამზარეულო, ბევრი სეირნობა. რა კარგია, შენ წარმოიდგინე ახლა, გაუნათლებელი სალომე, ქმარს ახალგაცილებული, პატარა ბავშვი თხელში.
მაღაზიაში რომ უნდა მოვларეთ მუშაობის დაწყება, მაგრამ მათემატიკის და ენის არცოდნის გამო არავის რომ არ აყავს. არა, ჯობია სალომეს სწავლის ფული მოვაგროვოთ და პარიზში მერე წავალთ. მართალი ხარ, ჩემო მარია, მართალი ხარ, წავედი ახლა სამსახურში ბარე გზად. სალომეს ფულსაც შევიდან ბაქში. კარგი. მალე მოვალ. კარგი. გეხოცები მინისტრი დაპატიჟე ბატონო კახა გეხოცები რა წამივნე ჩემთან სახში მინისტრი ეგეც არ მყავდეს ეგა მინისტრი რა თუ მინისტრია ხო მინისტრია აბა ადა კიდე შენ თვითონ დაპატიჟე მე ვერ დავპატიჟე ბატონო კახა დასარეკი არ მაქვს ზავს უშე თელი დღე მაგრამ არ მირეკოს ეთქვა იმასაც არ არის დასარეკი ხო და მიდი გეხოცები შენ ტელეფონიდან დაპატიჟე და ეს მოსაწვევი გეხოცები ბატონო კახა დაპატიჟე რა ხომ გითხარი ვერ დაპატიჟებ თქო კარგი რა თეკლა დაპატიჟე ბარში და მინისტრი ვერ პატიჟებ სახში ეგრე შუაშია არაფერში მაგრამ ხო ხვდები რომ ყველა შესაძლებლობას ვეპოტინები რა ან მაიმუნობას გიჩვენე საქმეს მიხედო ხო იმ სოფელში რა ქენი მდინარიდან წყალი რო გადმოვიდო რა უნდა მექნა არაფერი ავედი სოფელში შევკრიბა მოსახლეობა ავედი მდინარესთან და ვისაუბრეთ მერე მდინარის ხმოვში არაფერი არის მაგრამ დავიშალეთ აი ბურნუთაძე ბიჩივიან ხიდი ჩაუტყდათ და წუხან იმის გამო რომ კარგი რა ბატონო კახა მართლა ბოლო კარგი რა გეხოცები გაჩერდი რა ილია ჭავჭავაძეს ხოდა ხით ჩატეხილოვის პრობლემა და ბურნუთაძე თუ შეიძლება ატა რისთვის ვიყავით ყირგიზეთში ჩვენ იმისთვის რომ ჩვენი საკუთარი თვალით გვენახა როგორ არ უნდა მოიქცეთ რომ რეგიონების განვითარებას ხელი არ შეუშლია მე რა ხო გავაკეთე სარწყავი არხები იმ სოფელშია რა ხო გავიყვანე ხო მაგრამ სამაგეროთ ირგვლივ სამსოფელს წყალმომარაგება შეუწყდა აი რატო ლაპარაკობ ეგეთ რაღაცას მაჩვენი ჩახედე ამ სოფელში გადახურა ყველა სახლი გადახურე ხო ყორის ფერმები ხო გავწვიდი ამ სოფელში სარწყავი არხები ხო გავიყვანე არა დინარის გვერდებზე ჯებირები ხო დავაყენე არა გავამაგრე რატო არ უყურებ მაგას ყოჩახ კარგი ბიჭი ხარ დაიმსახურე რომ ერთხელ კიდე მეხუმრო ოღონდ ერთხელ შეიძლება რა გიხმრო მართლა კარგი მოიცა და ერთ წუთი გავიხსენე რომ იქნები მაგ არქივში ხო მოიცა რაღაცა ფულზე მქონდა მაგარი ხუმრობა ფულასზე მოიცა და ერთ წუთი გავიხსენე ფულზე რა მქონდა ბევრი მქონდა აჰა გამახსენდა ფულასზე ერთი ხუმრობა ბატონო კახა ჩემთან სახში კიბეებზე ამოდით ფეხით. რატო და იმიტომ რომ ხურდის ჩასადებს ვერ მიწვდებით ლიფტში. ბატონი, ხო, აი ეს გამომართვი და კობაში უტანი ხელი უნდა მოგიწეროს. შენ ეს გამომართვი. კარგი, წავედი. მადლობა ბატონო, დროებით. ხო. ვე? ესა სტუმრები ყავდა? არა, ლაშას ნასუფრალია. მართლა დაიჭირს მაგბიც რა. რაკენი სამსახურში? ესიანეკა. მიბლინებაში მივიდივარ. მართლა, სად? ერთი გვირით. სად? ყველა ხარც ასაგვირველია სამსახურო დაფარავს. სად, გია? თვითმფრინავით ასაგვირველია. გია, სად მიდიხარ? სად? საზღვარგარეთ. სად საზღვარგარეთ? ის მარინა, ხო ეს ახლა საქართველოს საზღვრის გარეთ ჩემთვის ყველაფერი სულეთი. ეს მაინო. მარინა, აი მართლა გეუბნები რა. უთხარი, არ მინდა არ წავალ მეთქი, თხოვე, მე ნუ გამიშევთვათ, მაგრამ არა გინდა თორა შემონა წახვიდე, აუცილებელი საქმეო, ხომ აპატირებ, ხა? კი, არ გითქვამს, ჯერ სად მიდიხარ? სად მიდივარ, მამაენა და საფრანგეთში მიდივარ. საფრანგეთში სად? პარიზში. გინდა რომ გული გამისკდეს, ხო? აი, რა ვქნა მარინა, რა ვქნა რა. აი, მე ჩემს ოცნებას ისრულებს ჩემი ქმარი. რანაირი ოცნებაა ეს? თუ რანაირი ასრულება? თუ რანაირი ქმარია, ვერ გამიგე. კარგი რა მარინა რა. ეგრე შენ სულ ჩემს ოცნებაში ცხოვრობ რა. თელი დღე სახში ხარ, როცა გინდა წამოწევი, როცა გინდა ადგები. და თან ოჯახში ფული მეუღლე შემოაქვს.
უსამართლობაა გია. უსამართლობა კი არა, უსამართლობა ეს არის ომარ ცერცვაძეს ომუშები ნიუ-იორკში, მეგრე პარიზში. აიგე უსამართლობა. ხო ბედი არა მაქვს რა. რა ხნა მარინა, რა ეხლა ნუ ძველი თავებარი ყოფილიყო, ნამდვილად წაგვიყვანდი, მაგრამ ეხლა არ გამოდის ხო იცი არა. როგორ წამიყვანდი? როგორ და ასე ნაგავი მიაბეს დენს ეხლა და ინჟინერს ერთ ცოლს ვერ მივაბევინებდი. გია რა სიამოვნება გელისწინ? არა, რა აი გემონები და პარიზის აეროპორტში დაფრენიდან უკან გამოფრენამდე თვალებს არ გავახსენე რომ შევთხოვეთ რამე არ დამეთვალიერებინოს. და მე და შენ ერთად წავედით პარიზში. როდის წავალთ პარიზში? წავალ. აი შენ რაც გინდა დამაბარე, მე ყველაფერს ჩამოგიტან. ვერ ჩამომიტან. ეიფელს ჩამომიტან? ტრიუმფალურ თაღს ჩამომიტან? ლუვრს ჩამომიტან? ჩამოგიტან. ცოტა პატარებს რა. ბრელოკების სახით. ბევრს. აბა მოდით, მოვბრძანდით, აბა. აი ეს არის ჩემი ბინა. კეთილი იყოს ჩემი. არაფერს არ მოგერიდო, თავი ისე იგზენით, როგორც საკუთარ სახლში, ხო? ისედაც უგრძნობთ პაატა, იმდენი რამე წამოგიღია ჩვენთან. შვენიერი ბინა, ბატონ, ძალიან კარგი ბინა, რაც მთავარია, კარგ ადგილზეა. და რაც უფრო მთავარია, ეს კარგი ადგილი შორს არის ჩვენი სახლიდან, ხო? თორე ისე ძალიან კარგი ადგილიც არა. მეც მომწონს რაღაცნაირი მყუდრობინა. კი, ძალიან კარგი ბინა, იცი რა არის? თეკლა მართლა ძალიან კარგი ბინაა. ისეთი კარგი ბინაა, რომ იცი რა, სერიოზულად მეშინია. რამე უბედურებას არ მიმზადებდეს ფორტუნა. ხო, მაგრამ რა არის, ხა რაღაც თავის მინუსები აქვს და უშუალოდ ნუ აი გვერდით корпуსი ძალიან ახლოს არის. მაქსიმუმ 2 მეტრი იყოს დაშორება, ხო? ეგ მინუსია, აი გაიხედეთ, მინუსი ეგ აქვს. ერთ მაგრამ რა არის, რაღაცა პლუსიც აქვს. მაგალითად, ისე ახლოს არის ეს корпуსი, რომ აქედან ჩანს 7 სხვადასხვა ტელევიზორი მეზობლების აბა და არც არ ჭირდება ტელევიზორი, ხო? აქედან 3-ს აქ 150 არხი აბა. ვაჰ. ისე პატარ ძალიან სასაცილო ხედი გაქვს, ხო იცი? ხო, იცინეთ თქვენ, ხო, მეტი ხო არაფერი არ გინდათ, იცინეთ თქვენ და ეს სხვათა შორის ყავა ხო არ გინდათ? კი, მე დავლებ. დავლებ ყავას? კარგი. ნელდეიდა. ნელდეიდა ერთი ყავა რა თუ შეიძლება რა. ხო, ეხლა ერთი წუთით. ყავა. აბა, დიდი მადლობა. თილად ლაშა გაიწე. გაიწე. დიდი მადლობა ნელდეიდა. აი გამომართვი. მადლობა. მოსვია ერთი სანამ ჯოხი დავდე შაქარი თუ აკლია ნახე. არა იყოს პატა, არაფერი არ მინდა, თუ რამე მომიდება მე თვითონ თხოვ ნელდეიდას. კარგი, მადლობა ნელდეიდა. მადლობა. ვაჰ, ხედი. პატა, მოდი ახლა ეს ხედი რო ცოტა ოდნავ გვერდზე რო გადავდოთ რა, დროებით, რო ამბობდი რომ ესეთი ნათელი, მზიანი ბინაო, პრინციპში ხედი ვერ გადავდეთ. შენ ისე თქმა გინდა ახლა რომ ეს корпуსი უშლის მზეს? გვერდ корпуსი რო არის? მოდი აბა შენ ახლა ხვალ პირველი 15 წუთი აიღ და ჯექ სადასერენდესის და 4-ის 20 წუთი აიღ და ჯექ და ნახავ თუ არ არის მზიანი ბინა. აგაცი ხალხო რა შუმათი ლაპარაკი. შუმა ცოტა მეზობელს ბავშვი ყავს და გაიღვიძებ შუმათ რა. პატა რომელს ზედას ქვედას თუ წინა корпуსის მეზობელს? სამივეს. ისე თეკლა შენ და პატა რო არ დაშორებოდით ერთმანეთს, ახლა აქ ერთად იცხოვრებდით. აბა, კარგი იქნებოდა ნახევარქირის ფუსეს გადაიხდიან. აი მე პატა სულ დამავიწყდა. ნუ შენთან წვერსაწური გამომატანა, მე თვითონ ვერ მოვდივარ და გადაეცია. ნუ წვერსაწური გამოგატანა? ვა! ოჩახ ნუნუს მადლობა. ეგ წვენსაწური არის ტურუების. ხო და პაატასთან ინდოს ჯერჯერობითო, იმიტომ რომ მე ტურუებს გადაავეწყდება და მე წავიღებ მე. ხო და ბოლოს გითხრა ნუნუმ პაატამ ვერსად ვერ გაიხარა და იქნება ამ ახალ სახლშიც ვერ გაიხაროს. უი ხო პაატა, კიდე აი ეს რომ ერთჯერადი თებშები და ჭიქები რო გთხოვე. ეს ძალიან კარგია, დიდი მადლობა. იცი, ჭკვიანურია, იცი, ახლა გია და მარინა მორენ აქ სუფრა გაიშლება და ამ ჭურჭლის გამოტანას ჯობია მე ესენი გადააგდებ. რა უნდა გადავაგდო, რას ლაპარაკობ, ამეთ რეცხავ ხოლმე მე. ხო, რეცხავ ამებს, ხო, ის ერჩევისთვის რო იცოდეთ, თუ გარესხვას დააპირებთ, აზუღებულ წყალში არ ჩავდოთ, იკუჭება მე. გაიგე? რას გადავაგდო. პატა,
პატა. აბა ეხლა დაფიქრდი შენ რა. დაფიქრდი და აბა თქვი. აი ეხლა მე რო აქ დავრჩე, აი აქ დავწვე, დავიძინო, ვიყო, ვიცხოვრო აქ, დიდხანს აღარ წავედი, აღარასოდეს. კარგი იქნება. აბა კარგი იქნება, გეკითხე. რას მე მუქრები და რას მეჩხუბები, ლაშა, მოდი და იცხოვრე მე რამდენი ხანი გინდა დარჩი, მირას გეუბნება. თუ გინდა ჩემს საძინებელში დაიძინები, აქ ტახტზე დავწვევი, რა პრობლემაა. აბა მე რამჭირს ელი ცუდია. არ ვიცი, მაგრამ ეხლა სხვათა შორის მაგარი რაღაც უნდა გითხრათ, ეხლა გამახსენე და ეხლა აქ დღეს სუფრა რო იქნება. მარტო თქვენ კი არ დაგპატიჟეთ, ან მარტო გია და მარინა და ის ბექუნა და ისინი კი არ დავპატიჟე. მინისტრი დავპატიჟე. მინისტრი დავპატიჟე, კახროვარი ჩემი უფროს, ხო ის პატარა. მაგას მივეცი მოსაწვევი მინისტრს გადაეცი მეთქი და მინისტრი უნდა მოვიდეს ჩემთან. იცი როგორ უყურავ ჩემ მინისტრს, გიждდება ჩემ ზედამთვარე ამოსთვის. თელ სამინისტროში მარტო მე უყურავ. იცი როგორ პატივცემ, რას თაბა უარს მეტყოდა ეხა მაგაზე, აბა, ჩემი მინისტრი. ბატონო. ესე კარგად იცნობ მინისტრს? რას ქვიოთ? ელენე, ვიცნობ რა შენ არის მე როგორი კომუნიკაბელური ვარ, ჰა? კი, კომუნიკაბელური ხარ პატა. როგორც კი გაიცნობ ადამიანს, იმ წუთასვე ფულს ესესხები ხოლმე. ცირას კითხვა, სხვათა შორის ამ მინისტრის დაპატიჟება ადრეც მინდოდა თქვენთან სახლში, მაგრამ მე შემწყვა და გადავიფიქრე. რა, აი, არის ჩვენთან ისი შემწყვა პატარა. ისი შემწყვა და შენი ჭამის, ამის უაზრო სიცილის და ამის სიმღერების შემწყვა და კიდე რა ვიცი რა რაღაცა. ისი შემწყვა, რატომ კაც? ხო, წავედი მე ახლა, უნდა წავიდე. ბიჭს უნდა შევხვდე და ბიჭს მართლა? ვა, კეკლა. კარგი, მიდი, აბა შენ ისი და ამოიყვანე მე, გავგაცანე ერთი, ვინ არის, რა ტიპია, იქნება დავცინო ცოტა იმასაც, ხო? წავედი, აბა. კარგი, მიდი. შენ ვის რა უნდა დასცინდე? ალბათ ძალიან სიმპათიური ბიჭი იქნება. ხო, აბა, ეხლა მე თეკლა ერისთავი ცუდ ბიჭს რატო შევხვდები? პატა უბრალოდ გატაცება იყო. ვა, თეკლა? აქ რა გინდა? და შენ რა გინდა აქ? მერც ულამაზეს გოგოს უნდა შევხვდე და მართლა რა დამთხოვა მე ერთმა უსიმპათიურისმა ბიჭმა დამპატიჟა და უნდა შევხვდე. და დიდი ხანია ხვდებით შენ და ის გოგო ერთმანეთს? კი, ესე ერთი თვე იქნება უკვე. და სად გაიცანი? რომში უნივერსიტეტიდან გავაგზავნეს პრაქტიკებზე და შენ? მე ამსტერდამში. ვან გოგის მუზეუმში გიждდებით ორივე ვან გოგზე. შენც ინტერნეტში გაიცანი ხო? ისა ბექა ბოდიში რა, იცი რა, თუ შეგიძლია სხვა მაგიდასთან რო დადგე, მაინც ის ბიჭი მალე მოვა და არ მინდა იფიქროს რამე, ხო ხდები? რა თქმა უნდა, ჩემი ულამაზესიც მალე მოვა და არ მინდა რომ ხო ხდები. კი, კარგი. სად არის ამდენ ხანს ხო უთხარი არ მიყვარს დაგვიანება მეთქი. სად არის ამდენ ხანს რა? ხო მითხრა არ მიყვარს დაგვიანება. იგვიანებს უსიმპათიურესი? შენ ვერას მიყურებ, შენ ულამაზეს მიხედე. ისე სხვათა შორის უხდებით ერთმანეთს. დროზე მოდი, თორემ აქ ერთი ჩემი ნაცნობი ღლაპია და ნერვებს მიშლის და მაწუხებს. აი, ნახე? ჩემო ულამაზესმა მესიჯი მომწერა. ნახე რა ყურადღებიანია. ზოგიერთებისგან განსხვავებით. უსმინე? დროზე მოდი, თორე აქ ერთი ჩემი ნაცნობი ღლაპია. არ მითხრა რომ შენ მოიცა მე კი არა შენ არ მითხრა რომ მე ხო ბედი არ მაქვს რა მე ხო რას ამბობ რატო არ მითხარი შენ თუ იყავი მოინდომა ეხლა პატარა ბიჭმა ინკოგნიტოვანას თამაში მე ვარ პატარა? დიახაც შენ ხარ არა ის როგორ მომატყვე 27 წლის ვარო მაგარი ფეხბურთელიო და თან მაღალიო როგორც შენ მომატყვე, კარგი ხმა მაქვს, სწორი თმები და სხვათა შორის შენს თქვი მაღალი ვარო. ხო და შენ მომატყვე კიდე ძალიან დიდარი ვარ და ბევრი ფული მაქვს და საკუთარი კუნძული მაქვს შოტლანდიაშიო. ეგ მე არ მithქვამს? ხო, ვიცი.
უბრალოდ ეგეთი წარმომედგინა. მე მეგონა ჩემი ოცნების მამაკაც შევხვდებითქო და აჰა. აბა მე მეგონა მაგარი გოგო შევავითქო და ეს შამპანიური ჩემია? არა, ბექა, შენ პატარა ხარ, შენთვის არ შეიძლება, თუ გინდა შენთვის კაკაოს შევუკვეთა. ძალიან კარგია მართლა პატა, აი ყოჩახ. მადლობა. აი პატა, რამდენი წელია მე შენ გიცნობ და პირველად ნახე ადამიანი რომელიც გაქებს. გავალ სამზარეულოში ელენეს მივეხმარ. კარგი. მართლა კარგი ვინა, ეს მოწონს. შეხედი არ გინახავს გია. ხედი? ხო, აბა მიდი გადაიხედე ერთი. ხედი ახლა. რა მაგარი ხედია, კარგი რა გია, დამცინი რა არის, შენს დამცინი რა. რას დაგცინი, პატა? სანამ ეს გოგო ნახევრად ჩაცმული და ამ ოთახში მაგარი ხედი გაქვს. გასუყურებთ? არაფერს შენ არ არის ეგრე. გადი კაცო. ერთი წუთით ხო? გადი ადამიანო. უყურე ერთი ამას რა დადღეში. გადი სამზარეულოში როგორ შენი გაფუჭებულია ეს ხო? ეხლა ორჯერ ჩაუვთე რა. ის დაგვინახე, სადარბაზოში თაგვირეო ნახე? რა არის რო? დიდი თავხედი ვინმე ეგ რო იცოდი ეს რა? გაითვალისწინე საუბაროდ. არც უბრალოდ პატივის ემართეს, ელემენტარული ზრდილობა არა აქვს. ო, არა კაცო, არა. ხო ბატონო კახა. ხო. მოხდი? კი, ეგ კორპუსია, კი. კი, ეგ კორპუსია, ხო ეს არა, ლიფტი არ მუშაობს და ფეხით ამოდით, ხო? კარგით, გელოდებით, კარგით. კახა მოვა? არა, რაღაც რას მოვარასლაბ, რაღაც სხვა მისამართი უთხარი და იქ მივა. მოიწყო სხვა მისამართი თუ უთხარი, აბა მინისტრი როგორ მოვა? არა, ის მინისტრის ის კონვერტში ნამდვილი მისამართი ეწერა, ეხლა აქ ისლაშა მინისტრს ვერ მოვატყუებდი, ხო? რატომ მოვუტყუე ეს კახა? მოსულიყო. კარგი რადესაა, გია რა, კარგი. არ მინდა რა, შემარცხინოს და ის მინისტრთან არ მინდა რა. წავიდეს იქ და მივიდეს ეძებოს რა უყურე, არ მინდა. პატა, კარტოფილი შეიწვა. კარტოფილი შეიწვა? რა საინტერესოა, არა და მე ვხარშავდი? არა, ეთყობა წყალი დაშრა და არა უშავს, მე ამოფხიკავ, ხო იყოს. პატა, ეს ნაგავი საწავი ხო? ნაგავი მათხოვე გავუკმარნა. რა საკეთე? არაფერს, მეზობლის სამზარეულოში გადავდი რა, რაკჭის რა იყო, რა მოგივიდი. მეზარება ამის გატარა და მე თავისასაც წაიღებ, ვერ მიხვდებიან ამასაც წაიღებ. ხო მაგარია. ხო მაგარია, კი მაგარია. ხო ბატონო კახა. ხო. რა, ნუცუბიძის პლატოზე ხარ? რა ნუცუბიძის პლატოზე? ვინ გითხრა ნუცუბიძის პლატოზე მიდიო ბატონო? კარგი რა, დიღომი. დიღომში ვარ, ხო, დიღომში. მიდი წამოდი შენ გელოდები ციცხვილია ეხლა, მიდი. რა ხმოუია? ნახე რა, უკან გადმოვიდა. ეხები უკან გადამდე რას მიხვდებოდა ეხა ესე მალე თუ მიხვდებოდა ხა წავალ ამას წავალ გავიტან თორე მინისტრი რომ რაღაც სისხლი ნაგავს ხوار დავახვედე ხარა რა მინისტრი კაცო გაიგე ეუბნები საგია შენ და ნახე მინისტრი მინისტრი არა ის გია ბეკას ხوار დაურეკავს როგორ მაინტერესებს როდის მოვა და როგორ გოგოს მოიყვანს ისე დღეს თეკლაც ხდება ერთ ბიჭს კი ძალიან ნერვიულობ თქვენ არიცით ხო? რა ბავში? რა? რადა თურმე თეკლა და ბექა ერთვარ არა მომის მართალია ხა თეკლა ბექაზე უფროსია მაგრამ ძალიან კარგი წყვილია ხო კარგი ელენე შენ დედა ხარ და იცი ალბათ რომ საერთოდ ყველა დედას თავის შვილი ყველაზე კარგი გონია მაგრამ ჩემი ბექა მართლა ძალიან კარგი ბიჭია კარგი ხო კარგი კარგი მოკლედ ახლა ესე გავაკეთოთ რა გავაკეთოთ ისიც რომ მოვლენ არ შევიმჩნევ თვითონ არაფერი არ ვიცით არ შევიმჩნევ ცოტა ვითამაშოთ და მაგრად ვიხალისებთ რა ოჩაკ აი დღეს უკვე მეორედ დაიმსახურე შეკრება კარგი რა დროს ხუმრობა ის რატომ მომატყუე მაღალი და გამხდარი ვარ ვარ
ხო, რა ვიცი, არ გეტყობა. შენ რომ მომატყუე ქერადაც ისფერ თვალება ვარო? ვარ. ხო, შენ რა ვიცი, შენ მართლა არ გეტყობა. აუ, მე მგონი მართალია ბებია ჩემი რა. რატო? რატო და ეს კომპიუტერი მართლა ეშმაკის მოგონილია. არა რა, ჩემი ბრალია, უნდა მივხვდარიყავი, რომ გიას შვილი იყავი. როგორ უნდა მიმხვდარიყავი? როგორ და Facebook-ზე რანაირი ქართველები ვართ ჩვენ პეიჯი დალაიქებული გქონდა. მოიცა, სულ შენ გელაპარაკებოდი? და იმ ღამესაც შენ გელაპარაკებოდი? კი და ძალიან გთხოვ აღარ გააგრძელო. ო, ბექა, იცი როგორ მოვიქცეთ, ვითომ საერთოდ არ გვილაპარაკია. ხო, ძალიან რთული კი იქნება. როგორ მოვიქცეთ? რა ვიცი, თუ გინდა ვიყოთ აქ ცოტა ხანი, ვინმე შემოვა ალბათ, ან ვინ შემოვა, რა ვიცი. ბექა, ვინმე სეტყვი ამ ამბავს? რა ვიცი, ისეთი სასაცილო ამბავი შეგვემთხვა, რომ ვინმემ რო არ დაგვრცინოს საწოდაობა. ისე ჩვენებს უთხრათ თუ გინდა. არა, გეხოცები არავითარ შემთხვევაში მაგათი თავი არ მაქვს. ვითომ ვინმეს სხვას შევხვდით? ხო? მე ვეტყვი რომ შევხვდი იმ გოგოს და არ მომეწონა თქო. ხო, მე ვეტყვი რომ შევხვდი იმ ბიჭს და ჩემი შესაფერისი არ იყო თქო. მე ვეტყვი გაწიწილი იყო თქო. მე ვეტყვი ასაკით პატარა იყო და დაბალი თქო. ამას უყურე. ხო, მიყურე და იყავი. მარტყუა. მარტყუა რა ის არის ეთყობა რა. ანუ გაზაფხული შენს გიყვარს? კი, მიყვარს როცა ბუნება იღვიძებს. და ფილმი მარტო სახლში შენს გიყვარს? კი. ჩემი ბავშვობის უსაყვარლესი ფილმი იყო და ეხლაც ძალიან ხალისობ ხოლმე. და ირაკლი ჩარკვიანის ორღანი 78 მართლა მოგწონს? კი, ძალიან კარგი სიმღერაა. ისე კარგი ხმა მაქვს რომ ამბობდი, მართალი ყოფილხარ. ისე შენც ლამაზი ფერის თვალები გაქვს მართლა. არა. კარგი, დავიშალოთ ახლა. პატასთან მოდიხარ, ხო? კი, წავიდეთ, ტაქსით წავიდეთ, მე დაგპატიჟებ. დამპატიჟებ კი არა, ხელი მომკიდე, არ გამექცე გზაზე არ გადაირბილო. აი, ახალგაზრდა გოგო ხარ. კერკ დუგლასი რატომ მოგწონს მითხრა? ხო, ბატონო კახა, ხო. კარგი რა ბატონო კახა, რა უყურადღებო ტიპი ხარ, აქჭის ვერ გავიგები. ვინ გითხრა დიღომი? მე გითხარი დიდი დიღომი. დიდი დიღომი, დაკავეთ გითხარი, ხო? დიდი. ეგ სიტყვა მაინც ვერ გაიგე, დიდი. ხო, კარგი, გელოდებით. შენ გელოდებით ახლა მიდი დროზე. კარგი. თეკლა და ბექა მოვიდნენ. აბა, არიმჩნეთ, აბა თამაშით, აბა თამაში წავიდა. ეხუნა მარტო მოხვიდე დედიკო ის გოგო რატო არ წარმოიყვანა? ეჩქარებოდა და კარგი გოგოა მამა? კი, მე დავინახე შემთხვევით ძალიან კარგი გოგო, ბეკას ჯობია. თეკლა შენ რა ქენი? მე გადავდეთ შეხვედრა. ერთი ამბავი გამახსენდა და უნდა მოგიყოთ აუცილებლად. ხო, აბა, მოგლეთ ჩვენთან სამსახურში ერთმა ბიჭმა ინტერნეტზე გაიცნოთ გოგო. და დაუნიშნა პაემანი, შეხვდა და აღმოჩნდა რომ თურმე ეს გოგო ჩვენი თანამშრომელი ყოფილა გვერდითა ოთახიდან. ასე აღმოჩნდა. თურმე ისოვენ ერთმანეთს. მე ეს ყველაფერი ახლობლებმა შეიტყვეს, მაგრამ ესენი არ იმჩნევენ. ვითომ არაფერი არ მოხდა? თამაშობენ ეთყობა ხედავ? მე ის რომ ჩვენ ახლობლებიც არ ვიმჩნევ. საიდან გაიგეთ? საიდან და აგენტი ყავს, აგენტი. მაგ აგენტს მოხვდება ეხა ერთ ადგილას. კარგი თეკლა და ეხლა რა საპირებ? მე გვირიდებო თქვენ ხოლმე. ისიც აქ ჩემს გორზე კორპუსში ხირავდება ძალიან კარგი ბინა. და იქირავეთ და იცხოვრეთ ერთად, აბა როდემდე უნდა იყოთ ასე ახლა, ჰა? არა, არაფერსაც არ ვაპირებთ, მეგობრებად ვრჩებით.
ძალიან კარგი, კარგით. მეგობრებად თუ მეზობლებად? თუ მეზობლის მეგობრის მეზობლებად. რა ჩვენ დაგწინით? ვინმე სხვას დაცინეთ რა? აი მაგალითად პაატას. რატომ არ დავცინო? პაატას აზე უნდა დავცინოთ, ხო? რა ვიცი, მიზეზი გინდათ? მოიძე პრინციპში არ გვიდა მიზეზი. კარგი, გავალ სამზარეულოში საჭიროებს მიხვედა. მიდი გოგო გაყევი დედაშენს მიეხმარე, მიდი გაყევი. პატა, აბაზანაში უკანიდან წყალი წვეთავს. ბავშვი, რა მაგარი ტიპი ხარ, რას ქვია წვეთავს? რაღაცა ის კი არ არის, არასერიოზული ბინა კი არ არის. კი არ წვეთავს, მოთხრიალებს. წვეთ. ხო, რა ვიცი. მაგრამ მგონი მეზობელთან ჩათქრიალებს. რას ჩათქრიალებს? კაცო, წამოდი მაჩვენე ერთი. არ დავსხდეთ კაცო ახლა, აღარ შემიძლია. კარგი, ერთი წუთი ლაშა დაწნარდი ახლა რა გაამზადებენ კიდე რაღაც საჭმელებს დაამატებენ, ამ მანამდე ჩემი მინისტრის მოუდა დავждებით მე. რა მინისტრი აღარ მოგვეძდა მართლა. აი, ხო არ მიჯერებ, ხო აი ნახავ. აი ვიღაცა მოვიდა მე მგონი მინისტრი თუ არ იქნება, აი ნახე ერთი წუთი რა, აი გამელოდე ერთი წუთი. ლაშა, ახლა შენ გჯერა რომ ამასთან შეიძლება მოვიდეს მინისტრი, აი ახლა. კარგი, რაგია, რა მინისტრი კაცო, რის მინისტრი მოვა? შეიძლება კახა მოსო, შეიძლება კი კახა იქნება, იმდენჯერ მოატყვა და იმდენი მისამართი უთხრა სუტყვილი რომ ერთადერთი корпуსი დარჩა მთელ თბილისში და მოაგნო ამასაც რა. აი მე შია კაცო აღარ შემიძლია. ბატონო მინისტრო მოგზანდი. ბატონო მინისტრო როგორ გამიხარდა რომ ეს მობზანდი ძალიან კარგი საღამოვშიდავისა თითი გაიცანით ესენი ჩემი მეგობრები არიან ეს ლაშა არის ეს გია როგორ გამიხარდა რომ ესე პატივი დამდით და ესე სასიამოვნოა მაგრამ თქვენ მბრძანდებით რას ქვია ბატონო მინისტრო მე ვიბრძანდები და მე გახლავართ რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მინისტრია გაზიდა თქვენი სამინისტროს თანამშრომელი პატაფერაძე გამარჯობა რომელი პატაფერაძე მდინარის ჯებირი რო გააკეთა ის პატ დიახ ეგوار ის უხარისხოდ გაკეთებული ჯებირი რო მოინგრეცით არა და ადიდებულმა მდინარემ ახალდაგებული გზაც წაიღო მართლა ძალიან და მიუხედავად ამისა მაინც მოხვედი ჩემთან სტუმრად ხო ძალიან დიდი მადლობა მე სხვა საქმეზე ვარ მოსული რა ხდება თქვენს ქვემოთ ცხოვრობ და წყალი ჩამოდის თხრიანად ჩემგან ჩამოდის და მაგიტომ მეც არ გამიკვირდა რა ხელსარიელი მოვიდა მეთქი ხო კარგით ბატონო მინისტრო მოვზანდით და ნახოთ აბა რა ხდება იქნება მოვაგოროთ ეგ პრობლემა მოვზანდით აქეთ მოვზანდით რაგი ხო მოვიდა რა მნიშვნელობა რა მოვიდა ხო მოვიდა ეს ესა გია მართლა მინისტრი ესა კი ხო რომელია წულუკიანი წულუკიანი ხო სახელი თეა დავითი ქვია ამას დავით წულუკიანი ხო დავით წულუკიანი მოვზანდით ბატონო მინისტრო მოვზანდით თურმე რა მარტივად იკეტება და როგორ ვერ ვაკეთებდი აქამდე რა მარტივად იკეთება თურმე ყველაფერი პირობას გაზრდევთ რომ ამის შემდეგ ესეთი რაღაც არ გამეორდება აუცილებლად გამოვასწრებ ყველაფერს დიახ ერთი იმ სოფელში გააკეთეთ ყველაფერი და მეორე ჩემთან ალბათ წავალ მე თვითონ მივხედავ სახლის რემონტსაც და სოფელსაც ნუ კი ეგრე ჯობია როგორ ჯობია ეგრე ჯობია ხო რა ვქნათ თქვენ მიხედეთ თქვენ გააკეთეთ მართლა ეგრე ჯობია და მე იქნება ჩემი ონკანიც რომ ეგრე ჯობია ხო კარგით ბატონო მინისტრო ეს კეჩუპი და მაიონეზი თუ ჩამოვიდა ჩემი ბრალი არ არის აი მე ჩამოუშვებ რა ვიცი წავალ მე მაშინ მივხედავ საქმეს ისე ინფორმაციისთვის პირველი შეხვედრა იყო როცა მოსახლეობას ხვდებოდი და უკმაყოფილებას მე გამოვხატა შეიძლება და აი პაატას ახალ მოსახლეობას აღნიშნავ და ხო მართლა მე რას აკეთებთ დაასხეთ რანაირი ქართველები
რა კარგია როგორ გამიხართ ხო გეუბნებოდით მაგარი კაცია მეთქი ჩვენ მინისტრი არა ბატონო მინისტრი ანუ ნამდვილი პროფესიონალია თქო ნამდვილი პროფესიონალი თავის საქმის და ჩემთან მინისტრი და მეწავალი ხა ელენეს და მარინას ვიტყვირო და აჩქარონ მინისტრია ჩვენ მინისტრია მოსული ჩემთან ბატონო დავით რა ხდება სამინისტროში მუშაობთ ესე ერთ სასაცილო ამბავს გეტყვით ჩვენი ორი თანამშრომელი გაუშვით ყირგიზეთში და მაგარი ვიხარის ერთი შეკითხვა გქონდა თქვენთან. აი ახლა ეს საგაზაფხულო ხნათესვის ამბავი რო არის ახლა ხო? აი როგორ იქნება ახლა თქვა ეს? როგორ იქნება ეს? არა, ეგ ჩვენი საქმე სოფლის მეურნეობის სამინისტროს თემაა. ეგ სოფლის კი, ხო, და ვაუჩერების არც ეგ არ გვეხება. კი, აბა, ამათ ვაუჩერებს. არც ვაუჩერები. არა. აჰა. და პენსიები? არც ეგ. და აბა, პენსიები საერთოდ რა შუაში ამათ. არა. მოც აბა თქვენ რა საკეთებთ? მინისტრი ჩემი კარგი მინისტრი და ბატონო მინისტრო ძალიან მიხარია რომ მოხვედით იცით რა ხარ ავიფიქრე რომ გამიხარდა რომ თურმე ჩემი მეზობელი ყოფილხართ და ყველაფერი ესე მოგვარდა და იცით რა უნდა გქოთ ეხა მე ხო აქამდე სამსახურში მარშრუტი დავდიოდი ხოლმე ყოველდღე ხო და მოდი ხვალიდან თქვენი ჯიპით ვიაროთ ხოლმე აი შეიძლება? აუ ძალიან დიდი მადლობა ბატონო მინისტრო. მაშინ რა ვქნათ, ცოტა ადრე გავიდეთ სამსასა, უფრო სწორად ცოტა გვიან გავიდეთ, იმიტომ რომ ხო უნდა დავლიოთ ეხა დღეს და სვავთ და ხო და დილით სანამ სამსახურში მივიდეთ ერთ ადგილზე გამატარეთ რაღაც საქმე მაქვს მაგარი კეტები უნახე და უნდა ვიკიდო ხო და ეს გამატარეთ ერთ ადგილზე და ერთი სათხოვარი მეც მაქვს. მართლა კეტები გინდა თქვენს? სამსახურის ბუფეტში კამპოტიდან მთლიანად ატმებს ნუჭან ცოტა დატოვე რა. დავტოვებ აუცილებლად კი ბატონო მაშინ მოდი ესე შევთანხმდით 3 ატმის ნაყოფი რო დავტოვო მარტო საკმარისი იქნება შევთანხმდით რა ვქნა ცოტა ფული მაინც გქონდეს რა წავიყვანდი ამ პარიზში რა ვისպես ეს ხო ფული რა კოტემ აქეთ გამომართვა ამ თვეში ფული სერგოს ხო ერაფერს ვერ გამოიყენებ ოხ მარინა რა ეს პარიზი მოხსოვს რა მოხსენებოდა ქაბული რა რამდენი მიზეზი მექნებოდა რომ ქაბულში არ წამეყვანე ვეუბნები რა ისწავლე ეს პლუსი და მინუსი რა არა ოხრახუში და კინძი რა ვიყავი ახლა თბილისში და წერია შენი ოხრახუში და კინძი რა ვქნა ახლა რაც არის უნდა დაურეკო ლევანმას რა დაელაპარაკა ახლა მაგას აი დაიწყებს ახლა გია როგორ რატო მირე გავო ფული გჭირდება ესე არ დამირეკავდი შენ აი ლევან გამარჯობა ხო მე ვარ ხო როგორ ახარ ხო მომ დამატა როგორ ხაგი ხო რა საქმე მაქვს ერთად რა და იმიტომ ხო მისვენენ ეს ლევან ახლა მე სამსახურიდან მიშვებენ მივლინებაში პარიზში რა ხო ეს ახლა მარინას როგორ უყარს ახლა საფრანგეთი პარიზი და მე კიდე იმის ფული არ მაქვს რომ არა კარგი ხო პირდაპირ გეტყვი ხო შეგიძლია მასეს ხო 1500 არა ჩუქება არ მინდა არა არ მინდა არ გეუბნები მე შენ რომ არა ვიცი რომ შენ კი რომ აბარასფიზამ ხო კი ვეტყვი ხო გავახარებ ხო მადლობა დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებ და ხო აბა შენიცი ლევან ხო მადლობა
გმირი ქმარი ყავს ჩემო პრინციპო, მაგრამ გმირი. მარინა, შეს უთამოყარო ხარ, შეთვის სურპრიზი აქვს.